გამარჯობა, დღეს ჩვენი ყოველკვირეული მიმოხილვის მესამე ეპიზოდს ვუყურებთ, რა ხდება მსოფლიოში. დღესაც მიმოვიხილავთ მე ნათია ქარჩილაძე და დათო გალაშვილი. მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს მსოფლიოში მიმდინარეს, ამას დავაზუსტებ და თავიდან ალბათ დავიწყოთ რუსეთ-უკრაინა ამერიკის მოლაპარაკებებით, შევეხებით ასევე გრენლანდიის საკითხს, სიგნალის ჩათის მიმდინარე ამბებს, რომელიც ამერიკის შიდა ამბებს, პალესტინაში მიმდინარე ამბებს და სხვა ბევრ საკითხს და ასევე სტუმრად გვეყოლება თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე, რომელიც უკვე მეორედ გვეყოლება სტუმრად, თუმცა ვფიქრობთ, რომ ვითარება მოითხოვს. ხო, მიმდინარე ამბების ფონზე სანდრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესპონდენტია ჩვენთვის, სწორედ ამიტომ დღეს ის მეორედ გვეყოლება. თავიდან ალბათ დავიწყოთ რუსეთი ამერიკა უკრაინის მოლაპარაკებით, რომელიც მიმდინარეობდა საუდის არაბეთში, ხო, საუდის არაბეთში, ერ-რიადში და საკითხი ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე სენსხლის შეწყვეტას და მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთი რა მოთხოვნებს უყენებდა ამერიკას, რამდენად იყო მისი მზაობა რომ შეეწყვიტა ცეცხლი და რა ხდებოდა რეალურად მთელი კვირის განმავლობაში რამდენად შესრულდა მათი ეს რაღაცა შეთანხმების პირობები. ხო, ანუ ესე იგი ამ ენერგოობიექტებზე თავდაუსხმელობაზე თითქოს შეთანხმდნენ და პრინციპში, არ ვიცი, ამ კვირის განმავლობაში მგონი არც ყოფილა ენერგოობიექტებზე თავდასხმა და ეს შავ ზღვაში თავდაუსხმელობა არის ახალი ამბავი, ანუ როგორც ამერიკელები ამბობენ, ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებიან ამ ცეცხლის შეწყვეტის ამბებს და ბოლოს მივიღებთ ალბათ სრულმასშტაბიან ცეცხლის შეწყვეტას. ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც პუტინმა შეიძლება არა პირდაპირ უარი, მაგრამ ალბათ ირიბი უარი უთხრა ტრამპს ამ 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე და შემდეგ უკვე ენერგოობიექტებს დაეთანხმა მაშინ და ახლა საუბრობენ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, მაგრამ ეს შეთანხმება ძალაში შევა იმ მომენტიდან, როდესაც როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში, როდესაც რუსეთს დაუკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც მას აქვს. ერთ-ერთი ესეთი მოთხოვნა იყო საბანკო სექტორზე სანქციების მოხსნა, ანუ SWIFT-ში დაბრუნება და იყო ასევე აგრარულ საქონელზე და რაღაც სასუქების ექსპორტის აღდგენა და ამაზე სანქციების მოხსნა. ანუ არ ვიცი, ფაქტია, რომ ამ SWIFT-ის საკითხს მარტო ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გადაწყვეტს. ხო, ევროპის თანხმობაც სჭირდება. ეგ ერთი და მეორეც კიდე დღეს რა ამბავიც მიდიოდა საერთაშორისო მედიაში ის არის, რომ ამერიკელებს თხოვენ რუსები, რომ ევროკავშირმაც მოხსნას სანქციები. ანუ მოკლედ, არ ვიცი, ანუ ერთი შეხედვით თითქოს ეს მოლაპარაკებები იმართება ამ საუდის არაბეთში. შემდეგ ამას მოყვება ხოლმე პარიზის სამიტი. ანუ ევროკავშირი, რომელიც ჩატეხილი არის ამ მოლაპარაკებებიდან, ამას ინაზღაურებს პარიზში შეხვედრით და ამ პარიზში შეხვედრაზეც მე ვთქვათ. მაგრამ რამდენად წინ მიდის საქმე, არ ვიცი. ხო, თან მithumetas მიუხედავად იმისა, რომ ენერგოობიექტებზე არ მომხდარა თავდასხმა, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის ქალაქებზე, ხარკოვზე და ასე შემდეგ გაძლიერებული, შეიძლება ითქვას, გაძლიერებული თავდასხმა იყო, განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობით დასახლებულ ადგილებში, სადაც ორი ადამიანი თუ არცები დაიღუპა, ნახეთ ასევე სტადიონთან დაბომბვა და ანუ ბევრი ისეთი იყო, ბევრი დაბომბვა ნახეთ, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა, ხო, თუ ენერგოობიექტებზე არ მომხდარა თავდასხმა, ეხლა ეგ რატო მეშვება, ანუ რა. ხო, ეს წინა მიმოხილვაში ვთქვით, რომ ენერგოობიექტებზე თავდაუსხმელობა უფრო მეტად რუსებს აწყობდათ იმ პერიოდში, იმიტომ რომ უკრაინამ დრონებით ბევრი იერიში მიიტანა ამ რუსების ენერგოობიექტებზე და ბევრი ზარალი ანახა, მაგრამ აი ამ სანქციების თემას რო დაუბრუნდეთ, პარიზში სტარმერმა თქვა ზელენსკისთან შეხვედრის დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა
ახლა არ არის სანქციების მოხსნის დრო, პირიქით ჩვენ განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ სანქციები, რათა მხარი დაუჭიროთ აშშ-ის ინიციატივას რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსაყვანად. ამ ქვეყნების ჯგუფის მხრიდან შემდგომი ზეწოლის გზით. და გარდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა, პრინციპში არც ერთი ევროპელი ლიდერი არ ამბობს იმას, რომ სანქციების მოხსნას აპირებენ. მაკრონიც ამბობს, რომ ჯერ ადრეა სანქციების მოხსნამდე. იქ ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ამბობდა, რომ არანაირი სანქციები ჯერ არ მოიხსნება და ასე შემდეგ. არ ვიცი რამდენად იქნება ზეწოლა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროკავშირზე და რამდენად გაჭრის ეს ზეწოლა, მაგრამ ჯერჯერობით ესეთი პოზიციებია. და ამ პარიზის სამიტს რაც შეეხება, საერთაშორისო მედიაში მოკლედ დაწერეს, რომ საფრანგეთი არ გამორიცხავდა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდინარე დნეპრის გასწვრივ. იყო საუბარი, რომ 10-დან 30,000 სამხედრომდე იქნებოდნენ იქ და ეს არ იქნებოდა საცეცხლე წერტილებთან, ანუ პირდაპირ ომში არ ჩაერთვებოდა ევროპული მხარე, მაგრამ თითქოს ეს უნდა ყოფილიყო გარანტი ან სიმბოლური იქ მყოფობა ამ ჯარისკაცების, რომ უფრო მეტი ექსპანსია აღარ მომხდარიყო და უკრაინის გაებედა რუსეთს. როგორ გაებედა იქ ცხვირი შეყოფა. მაკრონი ამბობდა, რომ ამიტომ ჩვენ ვართ წინა ხაზზე, ჩვენ არ მივდივართ საომრად, მაგრამ ჩვენ იქ ვართ, რათა გარანტირებული იყოს ხანგრძლივი მშვიდობა, ეს პაციფისტური მიდგომა, ერთადერთი ვინც ამ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი, საომარი ვითარება იქნებიან რუსები, თუ ისინი კვლავ გადაწყვეტენ დაიწყონ აგრესია. და არაფერი შეთანხმება არ იყო და ეს შეთანხმებაც ჩაიშალა, იმიტომ რომ ვერ მიიღეს იმის გარანტია, რომ აშშ ჩაერთვებოდა ომში ან დაიცავდა, თუ რუსეთი თავს დაესხმებოდა ამ ქვედანაყოფებს. და პასუხისმგებლობას არ იღებდა მოკლედ ამერიკა და შესაბამისად ყველა ძალიან გამძლე შეთანხმება გამოდგა ესე იგი. ხო, ანუ და შეიძლება ითქვას, რომ ეს პარიზის შეთანხმებები და პარიზის შეხვედრები, ანუ ჯერჯერობით ფუჭია და ანუ არც უკრაინისთვის და არც ევროპელებისთვის არანაირ წინ წაწევას არ მოასწავებს. და მეორე მხრივ ისევე როგორც ეს საუდის არაბეთში შეხვედრებად რჩება, იმიტომ რომ ხო რაღაც დიდი წინსვლა არც ერთი კუთხით არ არის. ხო და აი სანამ მიმოხილვისთვის დავსხდებოდით აქ, იქამდე ვთქვი კიდეც, რომ გამახსენდა მაიაკოვსკის ლექსი, რომელშიც ის აშარჟებს ამ საბჭოთა ბიუროკრატებს, რომლებიც გაუთავებლად ხვდებიან ერთმანეთს საქმიან შეხვედრებზე, ბანკეტებზე და ასე შემდეგ. დაახლოებით მაგას გავს ეს პარიზის სამიტებიც და საუდის არაბეთში შეხვედრებიც. ანუ ფაქტია, რომ რაღაც წინსვლა არის, მაგრამ ხო, წინსვლაობის თუ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ აი უბრალოდ ლაპარაკი დაიწყო და ანუ ხელშესახებით ჯერჯერობით ისეთი არაფერი არ არის. ტრამპის ადმინისტრაცია რას ამბობს? ანუ რაშისტებენ ბაიდენს ბრალს, რომ ომს რანაირად დაასრულებდა ის, როცა საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ 3 წლის განმავლობაში პუტინსო და ეს უიტკოფის და ტაკერ კარლსონის პოდკასტი თუ არ ვიცი რაც იყო მოკლედ როცა ლაპარაკობდნენ ერთმანეთში ინტერვიუს დროს მაგას ამბობდა ეს ტაკერ კარლსონიც რომ აგერ რანაირად არ შეიძლება რომ ელაპარაკო ასეთ სუპერ სახელმწიფოს და ისეთ სუპერ ლიდერს როგორიც პუტინია. თითქოს ანუ ტრამპის ეს ნაბიჯი რომ ის პუტინს ელაპარაკება შიდა მოხმარებისთვისაც არის რომ აი მე რაღაც ნაბიჯები გადავდგი განსხვავებით ბაიდენისგან, ანუ ბაიდენმა დაიწყო ომი და მე რეალურ და ნამდვილ ნაბიჯებს ვდგამ იმისთვის რომ ომი დასრულდეს, მაგრამ როგორც 24 საათში არ დასრულდა ეს ომი, ისე არ დასრულდება ალბათ ტრამპის ინაუგურაციიდან 100 დღის თავზე და უბრალოდ უნდა მივადევნოთ თვალყური რაც ხდება მთელი კვირის განმავლობაში, მაგრამ როგორც ეს სიახლე არაფერი არ არის ხოლმე კვირიდან კვირამდე. ხო, ერთი ეს არის სიახლე, რომ ევროპის გარკვეული ქვეყნები რაღაც სამხედრო მხრივ რაღაც თითქოს გამოფხიზლდნენ და მაგალითად პოლონეთი. შვედეთმაც აგერ 30 მილიარდს ვიღებდა. და მეორე მხრივ ეს ნიდერლანდებიც ვიღაცები მოკლედ რაღაცებს ცდილობენ, მაგრამ ეს ანუ საბოლოოდ ძალიან ნელი და ვიცი, მოუხერხებელია. ევროპის შემთხვევაში ეს გადაიარაღება არის ძალიან დროში გაწერილი პროცესი და მაგაზე ვილაპარაკეთ კიდეც მე და შენ. უკრაინისთვის
არ ვიცი რა შეღავათი და შედეგი შეიძლება იყოს ის რომ თქვათ ევროპაში ვიღაცებმა დაიწყეს სამხედრო ხარჯების გაზრდა და საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, წვრთნა და ასე შემდეგ. და ხო მეორე მხრივ კრიტიკის საპასუხოდ ევროკომისიამ ინიციატივას სახელი ევროპის გადაიარაღება სახელი გადაარქვა და დაარქვა მზადყოფნა 2030. ანუ საბოლოოდ რაც ილაპარაკეს ამ ევროპელმა ლიდერებმა, საბოლოოდ ვერაფერი ანუ უკრაინისთვის ხელშესახები და საჭირო და დასახმარებელი ვერაფერი ვერ ქნეს. ხო, ანუ რაღაც ხრივ ოვალურ კაბინეტში მომხდარი ის ამბავი. ესე იგი გამოდის რომ სწორია რა კუთხით ვამბობ რა ანუ როცა ტრამპი ამბობს რომ შენ ჩემი ქით არანაირი გზა არ აქვს ხო მართლაც ხო ანუ ეგრე გამოდის იმიტომ რომ მხარზე ხელის დატყაპუნების გარდა და კეთილი სიტყვების გარდა მიუხედავად იმისა რომ თქვა გერმანიამ 3 მილიარდი გაიმეტა და არ ვიცი ნიდერლანდები აფინანსებს თქვა შვედეთი აფინანსებს ბრიტანეთი რაღაცას აძლევს და ყველა კონტრიბუტორი არის ამ ამბავში ფაქტია რომ უკრაინას დიდი იმედი არ უნდა კონდეს მოკლედ ევროპის სამხედრო დაფინანსების ან სამხედრო ძალებს. აი მინერალების შეთანხმებაც ცირკულირებს ამ საერთაშორისო მედიაში და ახალი ამბავი აქ ის არის რომ ახალი შეთავაზება გაუკეთა ამერიკულმა მხარემ უკრაინას რომელიც უფრო ექსპანსიონისტურია, ანუ იმ კუთხით, რომ უფრო მეც მოითხოვენ ახლა უკრაინისგან და უკრაინული მხარისგან უფრო მეტ დათმობებს. ერთი ამბავი ისაა, რომ ამ მინერალების მართვის ბორდიდან 5 წევრი უნდა იყოს და 3 იქნება ამერიკელი ამ ახალი შეთავაზების მიხედვით და 2022 წლიდან რაფინანსები ჩავდეთო, მოკლედ ის უკან უნდა მოვიღოთ ჯერ და მერე უნდა წავიდეს ამ მინერალებიდან სარგებელი უკრაინაში. ანუ აშშ მიიღებს უზარმაზარ ძალაუფლებას უკრაინის პროექტებში ინვესტიციების კონტროლის საკითხში, მათ შორის გზებთან, კრინიგზასთან, პორტებთან, მაღაროებთან, გაზის ნავთობისა და სხვა სასარგებლო წიაღი. ანუ მოკლედ თლიანი უკრაინის ექსპანსია და გაგეგმება. აითვისებენ ამას ფუთავენ იმით, რომ ჩვენთან ეს ეკონომიკური ურთიერთობა გარანტიაა რაღაცის, ოღონდ რისი გარანტია არ ვიცი. ანუ რისი გარანტია უნდა იყოს, როდესაც თუნდაც კელოგი რომ არის ეს ტრამპის თანაშემწედ მრჩეველი ის ამბობს, რომ კი გასაგებია, რომ დე-იურეთ არავინ არ აღიარებს, ანუ საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ აღმოსავლეთ რეგიონებს რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ დე-ფაქტოდ ვერაფერს ვერ ვიზამთ. და ანუ ეს მოკლედ ერთადერთი შეღავათი რაც შეიძლება უკრაინისთვის იყოს რომ იქ ამერიკელებმა წაიღონ ეს მინერალები ალბათ არის თავდაცვის გარანტიები. ანუ სხვა შემთხვევაში რა შეიძლება აწყობდეს, ხო? და მით უმეტეს იმ პირობებით რა პირობებსაც ისინი უდევენ და მაგიტომაც არ ჩქარობენ უკრაინელები ზელენსკი ამბობს რომ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, ანუ კიევი უარზე არ არის და არ შლის მოლაპარაკებებს, მაგრამ ჯერ უნდა დავფიქრდეთ. ხო, მე მგონი შეგვიძლია გადავიდეთ ამ სიგნალის ჩათის და ატლანტიკის რედაქტორის მოხვედრაზე ამ ჩატში ჯეფრი გოლდბერგი, რომელიც შემთხვევით მოხდა ტრამპის ადმინისტრაციის წევრებით დაკომპლექტებულ ჩატში მაიკლ ვოლცმა შეცდომით დაამატა ის და მე რამდენი ხანი იყო ამ ჩატში? არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ვერ ამჩნევდნენ რა. ფაქტია რომ კაი ხანი ვერ შეამჩნიეს. კაი ხანი კი არა მგონი სანამ თვითონ არ თქვა რომ 2025 წლის 11 მარტს მოხდა ეს და 11 მარტიდან მოყოლებული იყო მგონი ეს კაცი. ხო არ ვიცი რა, ზუსტად არ ვიცი აქედან მოყოლებული დღემდე თუ იყო, უბრალოდ რამდენიმე დღის წინ 11 მარტს შეიქმნა ეს ჩატი. ხო, ალბათ მაშინვე დაამატეს რა. ანუ ხო რაღაც დადგმული სცენასავით კი გეგონებოდა, იმიტომ რომ ფაქტიურად გამოდის, რომ იემენში ამ ჰუსიტების გასამხედროებულ დაჯგუფებას რო დასხმოდნენ თავს, ამისთვის შექმნეს სიგნალის ჩატი და სიგნალის ჩატში განიხილებოდა ის, რაც წესით დახურულ საკომუნიკაციო არხებში უნდა განიხილებოდეს. ანუ როგორც მაუწყებელმა შექმნას ახლა ჩატი და დაარქვას რაღაც. მაუწყებლის სამუშაო ჯგუფი და ხო, ანუ სახელმწიფო საიდუმლოება, ანუ CIA-ის შტაბ-ბინები სად არის, ალბათ საიდან გადაიცემა ეს ბრძანება, სად არის საცეცხლე წერტილები. ამ დახურულ ჯგუფში შეთანხმებულებიც არ არიან ესენი. ანუ იქ ვინცი ამბობს რომ არ ვეთანხმები ამ თავდასხმას და შეცდომას. ჰუსიტებზე თავდასხმით ჩვენ შეცდომას უშვებთ, ეს არის ერთ-ერთი
მესიჯი. შტატების ვაჭრობის მხოლოდ 3% მოდის სუეცის არხზე, ევროპელებისთვის კი ეს 40%-ია, არსებობს უდიდესი რისკი, რომ ხალხი ვერ გაიგებს, რატომ არის ამის გაკეთება, გამოგვა აუცილებელი. დაბომბვასაც ისე განიხილავენ, როგორც რამდენად მომგებიანი იქნება. არა, მაგას რო ეგრე განიხილავენ, ეგ გასაგებია, მაგრამ ყველაზე მაგარი ამბავი აქ ისაა, რომ ეს ჰუსიტები საბოლოო ჯამში ამ წითელ ზღვაში სავაჭრო გემების მიმოსვლას აფერხებენ და ხელს უშლიან. ოღონდ ამ ჩატში ეუბნება ONC დანარჩენებს, რომ ჩვენ მაგ სავაჭრო ხაზით მხოლოდ 3%-ია, 3% გვაქვს და 40% აქვს ამ მოკლედ სავაჭრო ესე იგი, არ ვიცი, გზების ევროპას. და რეალურად ევროპის საქმეს ვაკეთებთო? ხო, შემთხვევით თავდასხმით ევროპის საქმეს არ ვაკეთებთ. ხო, არა, ევროპის საქმეს აკეთებენ ეგრე გამოდის და არ ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტ შეგნებული აქვს თუ რამდენად არათანმიმდევრულია ეს ნაბიჯი იმ გზავნილებთან ერთად, რასაც ის ევროპასთან მიმართებით აკეთებს. აგერ ამბობს კაცი. მაგრამ ბოლოს ამბობს, რომ ჩემს წუხილებს ჩემთვის დავიტოვებ. ხო, მე მხარს დაუჭერ გუნდის შეთანხმებას და ჩემს წუხილებს ჩემთვის დავიტოვებ, მაგრამ არსებობს ძლიერი არგუმენტი, რომ ეს ამბავი ერთი თვით გადავდოთ, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, ვნახოთ სად არის ეკონომიკა და ასე შემდეგ. მაგრამ მოკლედ ფაქტია, რომ ტრამპს მწვანე შუქი აქვს ანთებული ამაზე და რა თქმა უნდა ესეც ყურმოჭრილი მონებივით ემორჩილებიან და გადაწყვეტენ, რომ დაარტყან ესე ჰუსიტებს და ეს გოლდბერგი ამბობს, რომ ჰექსეთის მიერ დადებული მასალა მოიცავდა, ჰექსეთი ეს თავდაცვის დივანი იემენზე დარტყმის დეტალებს, იმას თუ სად იყო სამიზნე, თუ რა იარაღს გამოიყენებდა შტატები და რა უნდა ყოფილიყო შეტევის გაგრძელება. ერთი ამბავი კიდე აქ ის იყო, რომ რეზონანსი მოყვა ევროპელებს როგორ მიემართებიან, იქ სადაც პრინციპში სინამდვილეშიც მართლაც მას დამოკიდებული მართლა ფიქრობენ, ხო. და ეს რაღაც დადგმული სისხლი და დადგმული ყოფილება არ არის, რაც რეალურად. ხო, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ამ JD Vance-მა რაც გააკეთა, ის გამოდის, რომ თურმე მართალი ყოფილა. ხო, უბრალოდ იმდენად ჩემთვის ეს ყველაფერი ან თუნდაც ოვალურ კაბინეტში რაც მოხდა, ჩატშიც რაც მოხდა, იმდენად გამარტივებულია ყველაფერი, რომ გონია, რომ აი სპეციალურად ხო არ შვებიან შემთხვევით და მე ხვდები, რომ არა, ეს ყველაფერი რაღაცა სინამდვილეში ხდება, იმიტომ რომ ხა როგორც წარმოგიდგენია, რომ ამერიკის რაღაც ხუთმა მნიშვნელოვან თუ რამდენიც იყო, მე მგონი ხუთნი იყვნენ, უმაღლესმა თანამდებობის პირმა შემთხვევით დაამატა ჟურნალისტი და რაღაც აკითხებდა მთელ ჩატს, რომ იემენის ჰუსიტებზე თავდასხმა უნდა მომხდარიყო თუ არა და რა ვიცი, ძალიან რთული დასაჯერებელია. ხო, მაგრამ ფაქტია, რომ ხდება, ხო. და ხო, აი ევროპაზეც რაც ილაპარაკეს თქვათ 1-2 სიტყვით ეგეც ეს ONC წერს, რომ უკვე ყელში ამომივიდა ევროპის გასაჭირიდან კვლავ დახსნავა, პირდაპირ თარგმანი არა, მაგრამ დაახლოებით მაგას ამბობს და ეს ჰექსეთი პასუხობს, სრულად ვიზიარებ შენს ზიზღს ევროპის მუქთამჭამელობისადმი, ამ პარაზიტობისადმი, ეს პათეტიკურია. და ევროპელი ესე ვთქვათ ლიდერები არა, მაგრამ ოფიციალური პირები ლაპარაკობენ იმაზე, რომ ეს მართლა ბოლო წერტილი, ანუ ესე იგი გამოდის, რომ მათი პოზიციიდან რომ ამერიკა მართლა აღარ არის ჩვენი მოკავშირე და რაღაც ყველანაირი ხიდები ჩამწვარია და გასაგებია, რას ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ და ასე შემდეგ. მე სენატში მოყვა ამას ერთი ამბავი, დემოკრატმა სენატორებმა შეუტიეს ამ ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, მოკლედ ანუ ვინც ესე ჩათვლილი იყო, რომ პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო და ძირითადად აპელირება იმაზე რომ იყო, რომ თქვენ ადამიანების სიცოცხლე დააყენეთ საფრთხის ქვეშ და ხო, დოჯის ერთ-ერთი წარმომადგენელი როგორ ელაპარაკება Sky News-ის ჟურნალისტს, რომ ანუ ბრიტანელი ჟურნალისტი თურმე წადის ჩვენ ქვეყანაში და იქ დაუსვი კითხვები. და სინამდვილეში ხო, ანუ ამერიკელებსაც ეგ კითხვა აქვთ, რომ ანუ ეგეთი რამეები რო ხდება, კითხვები უნდა დაისვას და კითხვებზე პასუხისგაცემაც არ უნდათ და სინამდვილეში ძალიან დადგმული რაღაცა. მე მაქვს 1-2 სინქრონი. რას ამბობენ ჰექსეთი და ტრამპი მას მერე რაც ეს ამბავი მოხდა და ჟურნალისტების კითხვებს როგორ პასუხობენ. მოკლე სინქრონები. So you're talking about
თქვენ საუბრობთ ცრუ და საკმაოდ რეპუტაცია შეელახულ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტზე, რომლის პროფესია დროდადრო რაღაც ტყუილები გამოაცხოს და რომელიც ნაკავში იქექება. ის ზუსტად ამას აკეთებს. და ნახოთ ტრამპის სინქრონიც. როგორც მე ვიცი, აქ არ იყო რაიმე გასაიდუმლოებული ინფორმაცია. ისინი იყენებდნენ აპლიკაციას, თუ გინდათ ასე უწოდოთ. მას ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს, ბევრი იყენებს თავრობაშიც და მედიაშიც. აბრალებენ ამ ჟურნალისტს და მას უწოდებენ არაკომპეტენტურს და ნაგავში იქექებაო. და ამ უოცეც დიდი არაფერი, ხო? ანუ არც თანამდებობიდან გადაუყენებიათ. უბრალოდ რაღაც შეცდომა დაუშვა, აი ორი თვე გავიდაო და ერთი შეცდომა დაუშვა, არც თუ ისე მნიშვნელოვანი. თავისი გაიაზრა, თავისი დანაშაული თუ რაღაც შეცდომა და ეხლა შესანიშნავი ადამიანია. აი ამაზე სხვათა შორის საკმაოდ შეშფოთდა ტრამპის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი და აი ბოლტონი ამბობს, რომ არც ერთი სხვა ადმინისტრაცია ალბათ ამას არ გააკეთებდაო და არც მე არ მახსოვს, რომ წინა პრეზიდენტობის პირობებში მსგავსი რაღაცა ყოფილიყო. მოусმინოთ ბოლტონსაც. მე შოკირებული ვიყავი. სიტყვებს ვერ პოულობდი და არა იმიტომ, რომ მე უფრო აღმატებული ვარ იმათთან შედარებით, ვინც იმ ჯგუფში იყვნენ. უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე, რომ ეს ხდებოდა, ვერ წარმოვიდგინე, რომ ვინმე სიგნალს იყენებდა. ვიღაცები ამბობენ, რომ სიგნალი უფრო დაცულია, მაგრამ თუ კითხულით, რომ სიგნალი იგივეა, რაც ამერიკის დაცული ტელეკომუნიკაციები, მაშინ კიდევ ერთხელ დავფიქრდით. ასე რომ, ყველა ის შედეგი, რომელსაც განიხილავ, განუზომლად მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ მაინც ვერ უშვებ იმ აზრს, რომ ჩატში განხილვის მონაწილეთაგან არავინ თქვა, რომ ამას აქ არ უნდა ვაკეთებდეთ. შეგვიძლია გრენლანდიასაც გადავიდეთ. იმიტომ რომ დღეს თავარი საკითხი ალბათ თურქეთი და იქ მიმდინარე ამბები იქნება და სწრაფად რომ გავიაროთ და მოკლედ როგორც დასაწყისში ვთქვი JD Vance უნდა რომ მოკლედ ჩავიდეს გრენლანდიაში და იქაურობა მოიაროს და თუმცა გრენლანდიელებმა ღიად დააფიქსირეს რომ მათ არანაირი სურვილი და мотиваცია არ აქვთ რომ რაღაც ამერიკელებს უმასპინძლონ. ანუ მთელი ამბავი აქ ისაა რომ ჯერ გავრცელდა ინფორმაცია რომ ვენსის მეუღლე მიდიოდა იქ და ტრამპის ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპ ჯუნიორი და ფანდრაიზერი ხო ჩარლი კირკი იმყოფებოდნენ იქ. შეიძლება ეს აღვიქვათ ალბათ ვითარების შემზადებადაც და ტრამპი რომ გაპრეზიდენტება მოკლედ ორი ამბავი აქვს ხელზე დახვეული. ერთი რომ კანადა არის 51 შტატი და მისი პრემიერ-მინისტრი არის გუბერნატორი და მეორე ეს გრენლანდია, რომ გრენლანდია მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და გრენლანდია უნდა გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი, უნდა თუ არ უნდათ ეს მათ ეს ესე მოხდება მოკლედ. და ვენსი თავის мотиваციას ეს ეხსნის, რომ ნახოს რა ხდება იქ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნახავს ამერიკის იქ არსებულ ბაზას და ის რომ აქამდე უგულებელყოფდნენ ამერიკელებიც და დანიელებიც დიდი ხნის განმავლობაში გრენლანდიას, ეს ცუდი იყო როგორც გრენლანდიისთვის, ისე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის. გადავამოწმებთ თუ რა ხდება იქ უსაფრთხოების კუთხით, როგორც იცით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ქვეყანა დაემუქრა გრენლანდიას, დაემუქრა მისი ტერიტორიებისა და საზღვაო გზების გამოყენებით. ასე რომ ჩვენ გსურს გადავამოწმოთ თუ რა სიტუაციაა იქ. ორშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიელი ხალხი ითხოვს ჩვენ იქ ჩასვლასო, მაგრამ გრენლანდიის მთავრობა ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე მომპატიჟება, არც კერძო და არც საჯარო. და ამის შემდეგ გადაიდო და მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ დანიელმა დეპუტატმა ესეთი არის რასმუსი არლოვმა პასუხი გაესცა JD Vance და თქვა, რომ გრენლანდია არის დანიის ნაწილი 1380 წლიდან და მისი მოქალაქეები არიან დანიის მოქალაქეები. გრენლანდიელთა მხოლოდ 6% ამჯობინებს ამერიკას დანიასთან შედარებით. გრენლანდიის არც ერთი არჩეული ოფიციალური პირი არ უჭერს მხარს ამერიკასთან შეერთებას. გრენლანდიაში ჩინეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ არსებობს, მხოლოდ ამერიკის ზეწოლა აღიქმება საფრთხე და დანია გრენლანდიას არ გაყიდის და არც ქთამის მცდელობებს მიიღებს მიუხედავად ამერიკის მუქარისა.
დანიას ახლა თავისი ცოდვები აქვს გრენლანდიისადმი და ასე შემდეგ, მაგრამ ამერიკის ხიად ესე ექსპანსიური ენა და ასე შემდეგ ალბათ ძალიან გამაღიზებული იქნება პირველ რიგში გრენლანდიელებისთვის, ანუ რაღაცა დიდი ქვეყანა ჩადის და ანუ უნდა რომ დაიპყროს რა, მონათმფლობელები თუ ვინ არის, ანუ რაღაცა ეგეთი დრო დაბრუნდა, რომ აი ჩვეულებრივი კლასიკური კოლონიალიზმი რაცაა, ეგ არა. ხო, აი ტრამპს მოეწონა ეს ქვეყანა თუ რაღაცისთვის მოეწონა და აი ეს რეგიონი უნდა ჩავიგდო ხელში. აი ნახოთ დანიის პრემიერი ფრედერიქსენი რას ამბობს. ამ სიტუაციაში გრენლანდიასა და დანიაზე ზეწოლა მიუღებელია. ეს არის ზეწოლა, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ. უცხო ქვეყნის ოფიციალური პირების სტუმრობას კერძო ვიზიტს ვერ დავარქმევთ. და თან გრენლანდიის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ამ მომენტში მათ არ აქვთ ვინმეს მიღების სურვილი. პუტინმა გააკეთა განცხადება ამ ამბავზე, ანუ შტატების ესე ვთქვათ ნაბიჯებზე გრენლანდიის მისამართით, გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკის გეგმების ექსტრავაგანტულად მიჩნევა დიდი შეცდომა იქნებოდა. აშკარაა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს არქტიკაში თავის სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკური ინტერესების სისტემურ წინსვლას. საუბარია ამერიკული მხარის სერიოზულ გეგმებზე გრენლანდიასთან დაკავშირებით. ამ გეგმებს ისტორიული ფესვები აქვს. როგორი შეხმატკივრებულები არიან რა? ხო, თან ანუ შენი აზრით გრენლანდიაში ამერიკის ინტერესები წმინდად ანუ ალბათ ეკონომიკურია, ანუ მარტო მხოლოდ ეკონომიკური არ არის ალბათ, ხო? არ ვიცი, ნუ ფაქტია, რომ ტრამპს აქვს რამდენიმე აკვიატება. კანადასთან მიმართებით ალბათ წმინდად ეკონომიკურია, მაგრამ მეორე მხრივ პოლიტიკურიც არის იმ ამბავში, რომ მე ვარ პრეზიდენტი, რომელიც ტერიტორიებს უერთებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. სხვათა შორის 26 აპრილს დაინიშნა კანადის საპარლამენტო არჩევნები და ალბათ ამერიკა ამ საპარლამენტო არჩევნებშიც შეეცდება ჩარევა. მე ვფიქრობ, რომ შეეცდება, იმიტომ რომ იმ ხელა იყო კანადის სახელმწიფოზე ზეწოლა, კანადის ტრუდოზე ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ზეწოლა, რომ ხო არ ყველა შეხვედრაზე რომ გუბერნატორს ეძახდა და შემდეგ ანუ სულ ცდილობდა რომ ეს ქვეყანა დაეკნინებინა და რაღაცა მოიხსენიებინა თავის ვასალად. მაგაზე მაქვს ეგეთი მოსაზრება, რომელიც არა რაღაც ჩემი ორიგინალური მოსაზრება, უბრალოდ რაღაც რო ჩხრეკდი ვებში ამ ამბებს. რამდენიმე ამერიკელი მიმოხილველი, მათ შორის ერთ-ერთი არის რიჩარდ ულფიც, ამბობს, რომ დღესდღეობით უკვე ამერიკის შეერთებული შტატები არის ის, ვისაც თვითონ შტატები ადრე უწოდებდა ეგრეთ წოდებულ rogue states, ანუ თაღლითი სახელმწიფო თუ არ ვიცი. უბრალოდ სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო წესრიგს არღვევს, რევიზიონისტია, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რუსეთი და აი ეს ქვეყნები რაც იყვნენ და ვინც მოძულებული იყო შტატების მხრიდან, თვითონ ის ხდება, ანუ შტატები ხდება და შტატები არის დღეს ის ქვეყანა, რომელთან ურთიერთობასაც ვინმე კი არ მიელტვის, არამედ პირიქით ამერიკასთან ურთიერთობა აღიქმება საფრთხედ და მისგან განზიდვა არის მისი ყოფილი მოკავშირეების უპირველესი ამოცანა და რატო ხო? ანუ ესე იგი მოსვლიდან მალევე კანადას უწოდებს 51 შტატს, მის პრემიერს გუბერნატორს პირდაპირ ზეწოლას ახდენს გრენლანდიაზე, მის ანექსიაზე აკეთებს განცხადებებს, ყველას ემუქრება ტარიფებით, მეტიც ვენესუელისგან თუ ვინმე ნავთობს იყიდის, იმასაც დაავადებს სანქციებს ვაგერ ამბობს. და ეს სანქციები, ტარიფები, უბრალოდ ხო, ტარიფები კანადის წინააღმდეგ შევიდა ძალაში თუ აწი უნდა 2 აპრილიდან შედის, თუ არ ვცდები, ძალაში ყველა ტარიფი, რომელიც ავტომანქანების იმპორტს ეხება. მათ შორის ისეთი ავტომანქანების, რომლის ნაწილები შეიძლება შტატებში დამზადდა, მაგრამ აიწყო. და ხო, ყველაზე მთავარი რაცა, ისრაელს და ნეთანიაჰუს უფინანსებს გენოციდს და ღაზაში პალესტინელების ხოცვა-ჟლეტას და ეგ გაცხადებული ამბავია და ყველა მიცით, რომ ამერიკის დახმარების გარეშე ისრაელი მაგას ვერ იზამდა. კიდე რო გადავიდეთ ერთ მოკლედ, მაგრამ მაინც შევეხოთ ამ საკითხს, ყველას უპირებს ქვეყნიდან გაყრას, ბრჭყალებში ყველას, ვინც არ ეთანხმება
ამ ესე ვთქვათ ამ გენოციდურ მარტო გენოციდურ ან პრინციპში ხო ძირითადად მაინც ისრაელის მოწინააღმდეგე ან ვინც უბრალოდ აკრიტიკებს იმას რაც ღაზის სექტორში ან დასავლეთ სანაპიროზე ხდება ნებისმიერი სტუდენტი ისა პროფესორი და ასე შემდეგ ამ მის თარგეტში მოექცა და რაღაც ან ზოგს იჭერს და ვნახეთ კადრები მოდი ვნახოთ კადრები როგორ იჭერენ თურქი სტუდენტი არის ხო თურქი სტუდენტი არის 21 წლის გოგო რომელსაც აქვს შტატებში ცხოვრების უფლება და იყო ასევე ლაპარაკი ერთ სამხრეთ კორეელ ბიჭზე რომელიც 7 წლიდან ცხოვრობს უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა ამჟამად არის სტუდენტი და მასაც იგივე ბრალდებით ანუ პალესტინისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო უხდებენ უკან და როცა უკვე ამერიკის შეერთებული შტატებია მისი სამშობლო ქვეყანა და თან როგორ ეპარებიან და როგორ იჭერენ ამ გოგოს არ ვიცი ხო რა იმაში ჯდება ან რა სამართალზე ან რა და არ ვიცით ადგილსამყოფელს ამ ესე ვთქვათ საემიგრაციო პოლიტიკას რაც შეეხება ამაზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას დღევანდელი ესე ვთქვათ ვითომ კონსერვატორული და ეს ტრამპისტური იდეოლოგია გვეუბნება იმას რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა არის ვთქვათ არაბების ლათინოსების და მოკლედ ყველა იმ ადამიანის გაყრა რომელიც კრიმინალით არის ჩვენს ქვეყანაში დაკავებული, რომელსაც არ აქვს ცხოვრების უფლება, მოკლედ იმიგრაციას უტევს და იმიგრანტები უნდა გაყაროს, ხო? მეორე მხრივ ისტორიული პერსპექტივით რო შევხედოთ ამ ამბავს, რაზე იდგა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ყოველთვის იმიგრანტების შრომაზე, სამუშაო ძალაზე ჯერ კიდე არ ვიცი მე-18-მე-19 საუკუნიდან რო დაიწყო ეს ტალღა ამერიკული კაპიტალიზმი იდგა იმაზე რომ ევროპიდან უკვე მზა რაღაც ჯანსაღი სამუშაო ძალა შემოდის რომელიც აბსოლუტურად ყველაფერზე მუშაობს და ყველაფერს აკეთებს ანუ ისინი ამერიკის ესე ვთქვათ შტატების სოციალურ კიბეზე იკავებენ ყველაზე დაბალ საფეხურს და იქ მცხოვრებებს აძლევენ იმის უფლებას, რომ საშუალო კლასში ჩაეწერონ, ან უფრო თეთრსაყელოიან მუშათა კლასში გადავიდნენ და თან მეორე ამბავი ისა, რატო აწყობს ეს შტატებს, იმიტომ რომ ის არ ხარჯავს სამუშაო ძალის მომზადებაზე ფულს, ანუ არც ბაღში უწევს რომ მათ მისცეს განათლება არც სკოლაში, არც არ ვიცი, უნივერსიტეტში, არც მათ არ ვიცი, კვებაზე და სხვადასხვა ტიპის სერვისებზე ხარჯავს ფულს, უკვე მზა სამუშაო ძალა მოდის იქ და მის ეკონომიკას ბიძგს აძლევს, ხო? შესაბამისად ის ამბავი, რომ ახლა ვითომ ეს იდეოლოგიის ამბავია და რაღაც კონსერვატორული იდეოლოგიის, რომ მე მინდა დავიცვა ჩემი ქვეყანა აი ამ რაღაც უცხო ტომელებისგან თავიდან ბოლომდე აბსურდია, იმიტომ რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს, პირველ რიგში მიემართება ეკონომიკურ პოლიტიკას. ანუ ამერიკულ კაპიტალიზმს აღარ შეუძლია ნორმალურ რელსებზე მუშაობა. ანუ ამერიკულმა კაპიტალიზმმა თავისთავი ამოჭამა და შეჭამა და მაგის სიმპტომი არის ის, რომ ჩასული სამუშაო ძალა დღეს სამსახურიდან აგდებს უკვე ადგილობრივს. რაც ქმნის სოციალურ კონფლიქტებს და ადრე ესე არ იყო, ხო? იყო ეს ტეჩერის პერიოდის ბრიტანეთში, იმიტომ რომ იქ კრიზისი იყო, მაგრამ 70-იანებში, 80-იანებში და 90-იანებში ამერიკას ამ კუთხით არ დაუჩივლია პირიქით. და იქამდე და მით უმეტეს კიდე იქამდე, ხო? ანუ ევროპიდან ჩადიოდნენ თავდაპირველი ტალღები და მერე იყო აზია და თქვათ ლათინური ამერიკის ქვეყნები. ამიტომ ესეც უნდა ვიცოდეთ ალბათ, რომ აი ამ კონსერვატორული ამერიკა უპირველეს ყოვლისა და ამ ბოდვების მიღმა სინამდვილეში არის, რომ უბრალოდ აღარ შეუძლია ამ შტატების ეკონომიკას ისე მუშაობა, როგორც აქამდე მუშაობდა. ხო, და თან მისი დაპირება რომ რაღაც სამუშაო ძალა სამუშაო ადგილებს შექმნიდა და დააბრუნებდა დიდ ქარხნებს და ასე შემდეგ ვერ შესრულდა და ესე ეძებს გამოსავალს შეიძლება ითქვას. ხო, აი ბოლო ამბავს შევეხოთ ეს რო არ გამოგჩეს უიტკოფის და უიტკოფი ეს არის მრჩეველი ტრამპის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში თუ არ ვცდები და ტაკერ კარლსონის ეს რატო გავიხსენე ახლა ეს ამბავ რომ ზელენსკი იმ მთელი კვირის განმავლობაში
სულ უიტკობს საკრიტიკებს და მიემართება ზუსტად ამ პოდკასტიდან გამომდინარე. ხო, რა სიგიჟეები ილაპარაკა. აი, მოდი ვაჩვენოთ. You go to Moscow. მოსკოვში წახვედი და პირდაპირ პუტინს შეხვდი და თან დიდი ხნით. For a long time. ხო, დიდი ხნით. Which is kind of მაგარია, რადგან შენ პრეზიდენტის მრჩეველი ხარ და არა You're the president's envoy, but you're not პრეზიდენტი. You're not the president. Exactly right. ხო, ზუსტად ეგრეა, როგორც იცი, რუსები საკმაოდ ფორმალურები არიან ყველა მიმართულებით. ამიტომ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სცენარი, რომ იქ არ არის პრეზიდენტი, ანუ ის ვერ შეხვდება ჩვენს პრეზიდენტს, მაგრამ შენ შეხვდება და თან დიდი ხნით. მასე რას ფიქრობ? მე ის მომეწონა, გონია რომ ის ჩემთან ძალიან გულწრფელი იყო. არ მჯერა რომ ეს ადამიანი რაღაც დიპლომატია არ არის პრინციპში ბროკერი თუ რაღაც არის, მაგრამ აღფრთოვანებული არის პუტინის უძრაობის ბროკერი თუ აგენტი თუ რომელიც ტრამპმა დააწინაურა, ხო? დააწინაურა კი არა, აგერ პუტინის პიროვნებით მე მგონი არის აღფრთოვანებული და ხო, რაღაც ამერიკელი ობივაწელის ესე ვთქვა თვალთახედვაში პუტინი არის განასახიერებს რაღაც არ ვიცი ღვთისგან ხელდასხმულ ლიდერს, რომელსაც აქვს სუპერძალები. ზელენსკი უპასუხა უიტკობს ჩვენთვის ეს ხალხი სხვა პლანეტიდანაა, ჩვენ ომში ვართ, ვიღაცა მითხრა რომ ძალიან ობიექტური ადამიანია, ყოველთვის ბიზნესმენი იყო, უძრავი ქონების კუთხით და ასე შემდეგ. გონი როცა უძრავ ქონებაში იყო, ხალხი მას ჩვეულებრივ ეკითხებოდა. რა ხედია ფანჯრიდან, რა მიმართულებით არის ფანჯრები, რამდენი ოთახია. და უკრაინაში ერთი კითხვა გვაქვს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, არის თუ არა ამ სახლში ბომბისგან თავდასაცავი თავშესაფარი. ხო, ნუ არ ვიცი, ვაჩვენეთ მაგერ სინქრონი და თვითონ მაყურებელმა გადაწყვიტოს ტაკერ კალსონის ახლა ადეკვატურობაზე და რაღაც არ ვიცი, ნორმალურობაზე ლაპარაკი პრინციპში არ გვინდა, იმიტომ რომ აღფრთოვანებულია ხან დუგინთან ჩადის და იქ ინტერვიუს ატარებს და მოკლედ ესე იგი რუსების განსაკუთრებულობის შესახებ აქვს ეს მითები და ნუ პატრიცის და პრინციპში ხო და ვიტკოფიც არის ერთ-ერთი აღფრთოვანებული თავყანისმცემელი უკვე შეგვიძლია ვთქვათ პუტინის. ერთ ორ სიტყვას ვიტყვი პალესტინაზეც, სადაც ანუ ისრაელი კვლავ გეგმავს ღაზაში მრავალი საბრძოლო დივიზიის შეყვანას და ისინი კვლავ დაიკავებენ ტერიტორიებს, აითვისებენ ანკლავის დიდ ნაწილს და დაიკავებენ მოკლედ მთელ ტერიტორიას და განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ ისრაელმა დაამტკიცა ახალი სააგენტოს შექმნა თავდაცვის სამინისტროში, რომელიც პალესტინელების მასობრივ გაძევებას უხელმძღვანელებს და ამ პროცესს ნებაყოფლობით გადასახლებაც წარმოაჩენს. და ის დეპორტაციას გაუკეთებს და გააკეთებს, რომ უსაფრთხოდ გააძევონ ეს ადამიანები მოკლედ ტერიტორიიდან და ისრაელში აცხადებენ, რომ ეს გეგმა ემთხვევა ტრამპის ხედვას მოცემულ საკითხზე და პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ გრძელდება ისრაელის თავდასხმა სამოქალაქო რეგიონებით დასახლებულ ადგილებზე და მოკლედ 50,000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და რა ვიცი ხო შენ ამბობდი აი ჰამასის წინააღმდეგ გამართეს. ხო, მაგაზეც რო. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ქართულ მედიაში და ასე შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამასის წინააღმდეგ გაიმართა აქცია ღაზის სექტორში, ეს ასეც მოხდა. ჰამასი იყო ერთ-ერთი მოპასუხე მხარე ამ ხალხისთვის, რომ ისინი თხოვდნენ, რომ ჰამას შეეწყვიტა რაღაცა ეს როგორც მათი დიდი სურვილი იყო, რომ ეს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებული იყო და სწორედ ამას თხოვდნენ ჰამას და მოკლედ პასუხისმგებლობას მათას აკისრებდნენ. და მეორე მხრივ ისინი მიმართავდნენ სოფლიოს და რაღაც ერთი მხრივ ქალები, ბავშვები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვინდა მშვიდობა და სიკვდილი არ გვინდა. სულ უფრო დაძაბული სიტუაციაა და მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკა მუდამ წუწუნებს უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ისრაელისთვის, რომელიც ღიად აფიქსირებს თავისას, რომ უნდა რომ პალესტინელები გაანადგუროს, მისთვის იარაღის მიწოდება და ხარდაჭერა პრობლემა არ არის. ისე თუ დავაკვირდი ამ ბოლო პერიოდში ჩვენი
ქართული ოცნებისა არ იყოს, ნეთანიაჰუც ალაპარაკდა deep state-ზე და ამბობს, რომ ახლა დემოკრატია კი არ არის საფრთხეში, ეს ბიუროკრატია და deep state-იაო და იქამდეც ამბობდა, რომ როცა ძლიერი კონსერვატორი მემარჯვენეები მოდიან ხელისუფლებაში, ბიუროკრატია და deep state-ი ზრწისო. ხო და არ ვიცი, დიდად არ ჭირდება ალბათ გუნდრუკის კმევა დონალდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას ნეთანიაჰუს მხრიდან, რომ მათ ეს გენოციდი დააფინანსონ, ისედაც მონდომებულები არიან ამ საკითხში. ხო და არ ვიცი, იმედი გამოვთქვათ და ვიქონიოთ, რომ ევროპა მარტო გადაიარაღების კუთხით კი არ გამოიღვიძებს. უბრალოდ ელემენტარული, არ ვიცი, ადამიანური მომენტია, ყველაზე ძირითადი, რომ ესე დაუცველ ადამიანებს, ბავშვებს და ქალებს და არ ვიცი, მშვიდობიან მოსახლეობას რო ხოცავენ ჩოლებრივად და ამასთან live stream-ში რო უყურებ და პირდაპირ ეთერში, ერთი ორი სიტყვის მიღმა რაღაცა მოიმოქმედო და ესეთი ყურმოჭრილი მონა და ვასალი არისო იმის, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია იქაკეთებს. ხო. აი, გადავიდეთ. შეგვიძლია რომ გადავიდეთ უკვე თურქეთზე და სანდრო შემოგვიერთება და ვისაუბრებთ თურქეთში მიმდინარე ამბებზე და მოსახლეობის პროტესტზე. სანდრო, მოგესალმებით. ვიხარია ჩვენთან ერთად რომ ხარ ამჯერად ერთ სივრცეში ვართ. თული და დაძაბული ამბებია თურქეთში, ჩვენს მოსაზღვრე და მეზობელ ქვეყანაში და დასაწყისისთვის ზოგადად რომ გითხრა, რა ხდება, რატომ დაიწყო პროტესტი, რატომ დაიწყო სტამბოლის და სხვადასხვა დიდი ქალაქების მოსახლეობამ ქუჩაში გამოსვლა, ვინ არის ექრემ იმამოღლუ და რატომ აქ დაახლა გახდა ვთქვათ იმამოღლუს განეიტრალება საჭირო. მოგესალმებით. თურქეთში საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და მრავალი წლის მანძილზე 10 წელიწადზე მეტია, ეს არის პირველი ფართომასშტაბიანი ქუჩის პროტესტი თურქეთში და ეს გამოიწვია ოფიციალურად სტამბოლის პოპულარული მერის და ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ექრემ იმამოღლუს დაკავებამ. თუმცა ამის მიზეზები რეალურად ბევრად უფრო ღრმაა და თუ შევხედავთ იმას, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა და სულისჩამდგმელები ახალგაზრდები არიან, ეს შეგვიძლია პირდაპირ დავაკავშიროთ თურქეთში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისთან, უმომავლობის შეგრძნებასთან, კორუფციასთან და მთელ რიგ სხვა პოლიტიკურ პრობლემებთან, რომლებმაც სწორედ რომ პირველ რიგში ახალგაზრდობა გამოიყვანა ქუჩაში და აქ საქმე უკვე არა იმდენად ექრემ იმამოღლუს პოლიტიკური იდენტობა ფიგურა, არამედ ზოგადი აჯანყება უმომავლობის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რომელიც თურქულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის ცხოვრებას ძალიან რთულს ხდის. ხო, აი, უბრალოდ ისიც საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ერდოღანმა, რომ ახლა დაეკავებინა იმამოღლუ, იმიტომ რომ როგორც ვიცით 2028 წელს არის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები. თან ჯერ დიპლომი ჩამოართო, ხო, ანუ უნივერსიტეტში. ხო და დიპლომის ჩამორთმევა ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს შიდა და საგარეო პოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა რა თქმა უნდა პირველ რიგში შიდა ფაქტორებია მთავარი. შარშან თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში მრავალი წლის მანძილზე პირველად სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის წევრიც იმამოღლუც არის, პირველად აჯობა მმართველ სამართლიანობის და აღმავლობის პარტიას და ადგილობრივ არჩევნებში ხმათა რაოდენობით პირველი პარტია გახდა. ამის შემდეგ ექრემ იმამოღლუს, რომლის პირადი ქარიზმისა და მონდომების როლი ძალიან დიდი იყო ამ წარმატებაში, აქტიურად დაიწყო საკუთარი საპრეზიდენტო კამპანია. ხოლო რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში ერთი მხრივ არის საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, ოპოზიციას ადგილობრივი არჩევნებიდან მოყოლებული ეს ზურგისქარი კვლავ მოჰყვებოდა და ამასთანავე იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალურად პრეზიდენტ ერდოღანს წესით მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ აქვს, მაგრამ კონსტიტუციაში დატოვებული არის ასეთი ხვრელი, რომ თუ კი პარლამენტი დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, აქ ერდოღანს კენჭისყრის უფლება აქვს, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა დაეწყო. შესაბამისად, ერდოღანმა, რომელმაც
ერთი მხრივ იგრძნო ის, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში მისი კარიერული პერსპექტივები მთლად კარგი არ იქნებოდა. ისარგებლა ერთი მხრივ იმით, რომ თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტს ესაჭიროება დიპლომი და მიუხედავად იმისა, რომ ექრემ იმამოღლუს დიპლომი წესით და რიგით სრულიად წესრიგში იყო, მაინც გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა და მისი საპრეზიდენტო კამპანიის მის საპრეზიდენტო კანდიდატურის დაბრკოლებისათვის საჭირო ლეგალური საფუძველი შეექმნა, თუმცა შემდეგ იმამოღლუს აქტიური და ქარიზმატული პიროვნების ფაქტორის გათვალისწინებით ეთყობა გადაწყვიტა, რომ ემოქმედა სწრაფად და მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო. ხოლო ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინა იმან, რომ ერთი მხრივ ამერიკაში არის დონალდ ტრამპის ხელისუფლება, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ წარსულში დონალდ ტრამპს პრეზიდენტ ერდოღანთან საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა და ცნობილ მღვდელ ბრანსონის საქმეზე 2017 წელს, როდესაც თურქეთში დაკავებული მღვდელი ბრანსონის გათავისუფლების საკითხი გაიწელა, დონალდ ტრამპმა ერდოღანი საჯაროდ დაამცირა და ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა თურქეთის ბაზარს. ამის მიუხედავად ერდოღანმა გადაწყვიტა, რომ ტრამპი, რომელიც დემოკრატიაზე მაინც და მაინც არ ფიქრობდა და არ ნერვიულობდა, თუ კი ბრანსონისნაირი ნაბიჯები არ გადაითქმებოდა, საბოლოო ჯამში ერდოღანის ამ ნაბიჯს მხარს დაუჭერდა, ხოლო მეორე მხრივ ერდოღანმა გათვალა, რომ ევროპა, რომელიც ამერიკასთან ამჟამად საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობებშია, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი პოტენციურ ნატოს ალტერნატიულ ალიანსში მნიშვნელოვანი როლის მატარებელი შეიძლება იყოს, ერდოღანის ასეთ ნაბიჯებზე თვალს დახუჭავდა. და შესაბამისად, ერდოღანმა ისარგებლა რა ამ ორი ფაქტორის ერთობლივით გადაწყვიტა თავისი ყველაზე რეალური კონკურენტის წინააღმდეგ ეს ნაბიჯები გადაედგა. ხო, მე მაინტერესებს აი 19 მარტს, როცა იმამოღლუ და მისი სხვა პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დააკავეს, შემდეგ მოკლედ მოსახლეობა გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული იყო დემონსტრაციები და ნებისმიერ საჯარო შეკრება, მოსახლეობას უკან არ დაუხევია. ამის საპასუხოდ პოლიციაც შესაბამისად ძალიან აგრესიულად იქცეოდა, მოკლედ იყენებდნენ ჭაოს, ხელკეტებს, დააკავეს 1500-ზე მეტი ადამიანი, თუ 2000-მდე დაახლოებით და მოკლედ მთელი ამბები მოხდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ საერთაშორისო დონეზე ეს დიდად თურქეთს არ შეხებია, იმიტომ რომ ვნახეთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა და მარკო რუბიოს შეხვდა. და მეორე მხრივ მათ განიხილეს F-35-ზე დაწესებული სანქციების მოხსნა. ანუ ხომ არ ფიქრობ, რომ რაღაცა ეს ერდოღანის თავგასულობა თუ ასე შემდეგ განპირობებულია იმით, რომ საერთაშორისო ამბებიც ასე ვთქვათ ხელს უწყობს. პრინციპში შენი საუბრე ამაზე, მაგრამ უფრო მეტიც რო გითხრა, იმიტომ რომ ბევრი რამ ბოდიში ემატება ისიც, რომ პლატფორმა X-ზე გაუქმდა ოპოზიციური აკაუნტები და შენ გეწერა კიდეც Facebook-ზე, რომ ეს შეიძლება იყოს მასკის და ერდოღანის ერთობლივი პირდაპირ კოორდინირებული მოქმედება თუ არა, ყოველ შემთხვევაში მასკი რაღაცა კუთხით ჩარეული იყოს ამ ამბავში. ანუ ამით თითქოს ერთი მხრივ იმას ვამბობთ, რომ ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციას აწყობს ერდოღანის ყოფნა თურქეთის ხელისუფლებაში. ეს უფრო სხვა რაღაცით იყო საინტერესო. თურქეთიდან თვითონ კი შეიზღუდა მანგარიშებზე, მაგრამ ეს მოვლენა უფრო სხვა რამით იყო საინტერესო. აქამდე მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიშების დაბლოკვა თურქეთიდან ნორმალური და გავრცელებული მოვლენა იყო, ამდენი ერდოღანის მომხრე ტროლის დაბუსტვა აქამდე ერთდროულად არ მახსოვს. ანუ არა მხოლოდ ამ ანგარიშებზე ცდომის დახურვა მოხდა, არამედ მოხდა პროსახელისუფლება ეკონომიკის დაბუსტვაც მასობრივად და ისეთ ფიდებში გამოჩენას კი სადაც სტანდარტული ალგორითმის მიხედვით ისინი არ უნდა გამოჩენილიყვნენ. ხოლო რაც შეეხება იმას, აწყობს თუ არა ერდოღანი ამერიკის ხელისუფლებას თურქეთის სათავეში, ეს მხრივ აწყობს, იმიტომ რომ ერდოღანის ხელისუფლებას ძალიან ბევრი პრობლემა და ძალიან ბევრი კარდაში დამალული ჩონჩხი აქვს იმისათვის, რომ თუ კი რამე მოხდება, ამერიკის წინააღმდეგ რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგას. მაგრამ მეორე მხრივ არ აწყობს იმ მხრივ, რომ ერდოღანი საბოლოო ჯამში მაინც საკუთარ თამაშს თამაშობს და თუ კი ხვალ ტრამპის მიერ გადადგმული რაიმე არასწორი ნაბიჯის შედეგად ამერიკის ეწოლის ინსტრუმენტები შემცირდება, არანაირი გარანტია იმისა, რომ ერდოღანი ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგავს, არ არსებობს. თუმცა მოკლევადიანი პერსპექტივის ფარგლებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპი თვლის, რომ განსაკუთრებით იგივე
სირიაში ახალი პოლიტიკური რეალობის მშენებლობის პრინციპებში, იგივე მაგალითად ირანზე პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში თურქეთი გამოსადეგი მოკავშირეა და მისი შიდა დემოკრატიის გაწირვა შეიძლება. თუმცა როგორც სირიასთან, ისე ირანთან მიმართებაში ვფიქრობ, ამერიკა რეალურად ძალიან ცდება, რადგანაც ერთი მხრივ სირიაში თურქეთის არანაკლებ გავლენიანი აქტორები არიან სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, რომლებსაც ერდოღანის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ფინანსური ბერკეტები გააჩნიათ, ხოლო მეორე მხრივ თურქეთ-ირანის ურთიერთობაში ძალიან ბევრი ისეთი დარგი არსებობს, იგივე ვაჭრობის საკითხები, ირანიდან ეს ენერგორესურსების შესყიდვები, რომლებთან მიმართებაში თურქებმა საგანგებო მოლაპარაკებები აწარმოეს ამერიკელებთან, რომ მათზე ეს სანქციები არ გავრცელებულიყო და ასევე ის, რომ ირანს არაერთი კარტი აქვს სახელოში დამალული, რომლითაც თურქებისათვის ცხოვრების გართულება შეუძლია. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თუ კი საქმეზე მიდგება, თურქეთს უბრალოდ არ აქვს იმის საშუალება, რომ მიუხედავად ამერიკელების ინტერესებისა და თხოვნისა, ირანის წინააღმდეგ რაიმე რეალურად რადიკალური ნაბიჯი გადადგას. აი, შენ ახსენე, რომ რაღაც უმომავლობას და უპერსპექტივამაც გამოიყვანა ეს ახალგაზრდები ქუჩაში. ანუ მე მაინტერესებს იმ ფონზე, როცა თურქეთის ოპოზიცია არც თუ ისე სახარბილოთ იქცევა იმ კონტექსტში, რომ მან დიდად არ აწყობთ რა არ უნდათ ეს ქუჩის პროტესტი და უხერხემლო ოპოზიცია, რამდენად არის იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციის და ეს ავანგარდის არ ყოვლის შემთხვევაში ამ ახალგაზრდულმა პროტესტმა და სპონტანურმა პროტესტმა გაიმარჯვოს და რამდენად უქმნის მოკლედ რეალურ საფრთხეს ერდოღანს ეს პროტესტი, რაც მიმდინარეობს. და ბოდიში აი ოპოზიციის ამბავზეც გითხარი 1-2 სიტყვა. დიახ. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ქუჩის პროტესტი ერდოღანის ხელისუფლებას თუნდაც წარუმატებელი აღმოჩნდეს, უკვე ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის იმ მხრივ, რომ ერთი მხრივ ამან სრულიად ჩამოამსხვრია ეს ქუჩაში გასვლაზე დაწესებული ტაბუ, რომელიც ერდოღანმა მეინსტრიმ ოპოზიციის ლიდერებთან ერთად 2013 წლის გეზი პარკის პროტესტების შემდეგ თანდათან ჩამოაყალიბა. ხოლო მეორე მხრივ ამ პროტესტის თვითონ ფაქტმაც კი შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან დააზარალა ის პროპაგანდა, რომელიც ერთსაც ერდოღანის ხელისუფლება ატარებდა და უფრო მანამდე კი ჯერ კიდევ 1980 წლის სამხედრო გადატრიალებიდან მოყოლებული ტარდება. ეს არის ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული წმინდა პოლიციელის ხატის ფაქტორი და პირველ რიგში პოლიციის და ჯარის საკრალიზება და ის, რომ იგივე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა, თუნდაც ხელისუფლების მიერ გამოტანილი საპროტესტო აქციის აკრძალვის კანონის უგულებელყოფა არის უდიდესი დანაშაული, სამშობლოს ხალატი და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება უმომავლობას, აქ მთავარი ფაქტორი არის ის, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა და მისმა პარტიამ თურქეთში მანამდე არსებული სოციალური მობილობების მექანიზმები, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ თურქეთის ზოგად სოციალურ კონტრაქტში, ფაქტობრივად გააუქმეს. ასე მაგალითად თურქეთში საჯარო სექტორი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამსაქმებელი იყო და იმდენად დიდი როლი იყო ამ საჯარო მოხელეობის როლი ამ სოციალურ მობილობაში და სოციალურ კონტრაქტში, რომ იქ მოხვედრის ეს თანაბარი პირობები, თუნდაც ამისი ილუზია ძალიან დიდ როლს ასრულებდა ქვეყანაში არსებული შიდა წესრიგის შენარჩუნებაში. იმდენად, რომ თავის დროზე ჯერ კიდევ ბიულენ თეჯავითის პრემიერობის დროს 1999 წელს თუ ზუსტად მახსოვს, ჩვენი ეროვნული გამოცდების სტილში საჯარო სამსახურის გამოცდების კი შემოიტანეს. და ახლა რა გააკეთა ერდოღანმა? მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის მმართველობის პირველ წლებშიც უკვე ამ გამოცდების სამართლიანობაზე გარკვეული ეჭვები არსებობდა, ის თავის ფუნქციას როგორც სოციალური მობილობის მექანიზმის გარკვეულწილად ასრულებდა. მაგრამ 2016 წლის შემდეგ ერდოღანის ხელისუფლებამ შემოიტანა ეგრეთ წოდებული გასაუბრებების სისტემა, რომლის შედეგადაც იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც არ არიან ერდოღანის პარტიასთან აფილირებულები, ან იგივე მაგალითად სექტარიანულად და ეთნიკურად პრობლემური ბექგრაუნდიდან მოდიან, მათთვის საჯარო სამსახურის კარი სამუდამოდ დაიკეტა. ამავე დროს იმ ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს თურქეთში, ძალიან დაარტყა კერძო სექტორსაც და კერძო სექტორის საშუალებით სოციალური მობილობის ნებისმიერი სახის მექანიზმით საკმაოდ შეიზღუდა. შესაბამისად, აქ ეს კარიერული უმომავლობა ძალიან დიდ როლს ასრულებს, მაგრამ როგორც ჩანს, თურქეთის ხელისუფლება ამ ყველაფრის მასშტაბებს მიხვედრილიც კი არაა. ასე მაგალითად ხელისუფლების მომხრე ერთ-ერთი ჟურნალისტი
ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს სწორედ კარიერული პერსპექტივებით დაემუქრა მაშინ, როდესაც ეს ახალგაზრდები ისედაც არ გრძნობენ, რომ რაიმე სახის კარიერული პერსპექტივა გააჩნიათ. ანუ მე უბრალოდ ისიც მაინტერესებდა ოპოზიციას შევეხებიდი. სუსტი ოპოზიციის პირობებში და შენ უკეთ ისაუბრებ ამაზე, რამდენად აქვს იმის შესაძლებლობა ამ პროტესტს რო გაიმარჯვოს. ხო, და ვინ არის ამ პროტესტის მთავარი გამწევი ძალა? სტუდენტებს ხედავთ და რამდენად სწორად ჩანს აქ შორიდან, რომ სტუდენტები არიან მთავარი გამწევი ძალა ამ პროტესტის. ზოგადად ამ აქციების მთავარი გამწევი ძალა არიან სტუდენტები და ზოგადად ახალგაზრდობა, ხოლო რაც შეეხება პარტიულ ორგანიზაციებს, აქ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებმა აიძულეს მთავარი ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტია, რომელიც წევრიც ექრემ იმამოღლუცა პროტესტისთვის მხარი დაეჭირა, საბოლოო ჯამში რეალურად დამრტყმელი ძალა და რეალურად აქტიური ძალები უნივერსიტეტების სტუდენტური გაერთიანებების და გარდა არიან ასევე ერთი მხრივ ჩამოყალიბებული ზოგიერთი მათგანი საკმაოდ დიდი ტრადიციების მქონე მემარცხენე მოძრაობები და რაც არ უნდა საინტერესო იყოს, თურქული მემარჯვენეობის ისტორიის გათვალისწინებით ეს ძალიან საინტერესო და მოულოდნელია. პირველ რიგში ევროამერიკული ალტრ-რაიტის გავლენის ქვეშ მყოფი ახალი ანტისისტემური მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც თურქულ რეალობაში ახალი ხილია და ძალიან მოულოდნელიც და ბოლო პერიოდში განვითარებულ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავსაც მათი არსებობას კი საკმაოდ საინტერესოდ ხსნის. ხოლო ახლა რაც შეეხება სახალხო რესპუბლიკურ პარტიას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი საკმაო ნაწილი ახლა პირიქით აქტიურად ცდილობს საპროტესტო ტალღის ჩახშობას, თავისი ისტორიული მიზეზები გააჩნია. სახალხო რესპუბლიკური პარტია, როგორც იდეოლოგიურად, ისე ეკონომიკურად და სოციალურად რეალურად არანაირად არ არის მზად იმისათვის, რომ ქუჩის აქციებს რეალურად მხარი დაუჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ექრემ იმამოღლუ სწორედ მათი საპრეზიდენტო კანდიდატია და ამ პარტიის ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი სახეა დღევანდელ რეალობაში, თავად პარტიის შიდა დინამიკა სრულიად სხვანაირია. ერთი მხრივ ამ პარტიას ამძიმებს ჯერ კიდევ ათათურქის პერიოდის ერთპარტიული პერიოდის მემკვიდრეობა, რომელსაც ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს იგივე როგორც ქვეყნის უმცირესობებთან, ისე თავად ქვეყნის უმრავლესობასთან, ვინაიდან მიუხედავად მოგვიანებით შექმნილი ათათურქის მითისა ერთპარტიული პერიოდი რეალურად საკმაოდ დესპოტური და საკმაოდ დუხჭირი ეპოქა იყო და ძალიან შორს იყო იმ ოქროს ხანის მითისაგან, რომლის დახატვასაც ორთოდოქსი ქემალისტები ცდილობენ. მეორე მხრივ კი ამ პარტიის პრობლემა არის ის, რომ ისინი იმ უნიკალური სოციალური დინამიკის გათვალისწინებით, რომელიც თურქეთში მოხდა 2002 წელს ხელისუფლებაში ერდოღანის პარტიის მოსვლის შემდეგ, ეს პარტია სრულიად არის ინტეგრირებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური პატრონაჟის და კორუფციულ სქემებში. და ეს გამოიწვია რამ? ვინაიდან ქვეყნის სათავეში ერდოღანის მოსვლის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარეობდა ძალიან სერიოზული კულტურული ომი, მანამდე არსებულ ნომინალურად სეკულარულ და უფრო მეტად ავტორიტარული მოდერნიზაციის მქონე მომხრე establishments და მეორე მხრივ ისლამისტური და კონსერვატიული ელფერის მქონე ერდოღანსა და მის მომხრეებს შორის და ამან შექმნა ძალიან საინტერესო შედეგი. მართალია, ეს სახალხო რესპუბლიკური პარტია იქცა ძალად, რომელსაც ჰქონდა გარანტირებული 25%-იანი ამორჩევლის მხარდაჭერა, მაგრამ მეორე მხრივ მას არ გააჩნდა ამ მხარდამჭერთა ბაზის გაფართოების არანაირი შანსი, მაგრამ ამის მიუხედავად ინარჩუნებდა უპირობო კონტროლს თურქეთის ყველაზე შემოსავლიან მუნიციპალიტეტებზე. შედეგად შეიქმნა ძალიან სერიოზული პარტიული პატრონაჟის ქსელი, რომელიც იმ პირობით თუ კი მის ამ მუნიციპალურ ქსელებს და ამ ფულის საჭრელ ჩარხებს არავინ არ შეეხებოდა, იმასაც იყო მსად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის რეალური პერსპექტივებსაც კი უარი ეთქვა. ეს პოლიტიკა გააგრძელა შემდეგ უკვე ამ პერიოდის პარტიის ლიდერის დენის ბაიქალის სკანდალურად სექს სკანდალის შემდეგ პარტიის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორების შემდეგ მის ადგილას მოსულმა ქემალ ქილიჩდაროღლუმაც და პრინციპში ეს რეალობა გრძელდებოდა მანამ სანამ 2019 წელს მოსულმა მოულოდნელმა ადგილობრივი არჩევნების წარმატებამ და შემდეგ უკვე ექრემ იმამოღლუს ფიგურის გამოჩენამ პარტიას ახალი სიცოცხლე არ შთაბერა. ხოლო რაც შეეხება მეორე მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ძირითადად ქურთებით დაკომპლექტებულ
ამჟამინდელი სახელით ხალხთა დემოკრატიისა და თანასწორობის პარტიას, ისინი ერდოღანმა იდეოლოგიური მომენტიდან გამომდინარე ჩაგდო ჩიხში. ერდოღანმა და მისმა მთავარმა მოკავშირემ ულტრანაციონალისტური ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერმა დევლეთ ბახჩელიმ პატიმრობაში მყოფი ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერის აბდულაჰ ოჯალანის მესიჯების გამოყენებით რეალურად არც თუ გულწრფელი და საკმაოდ პრობლემური სამშვიდობო პროცესი წამოიწყეს. ანუ ეს არის როგორი პროცესი? ხანდახან დევლეთ ბახჩელი გამოდის და აცხადებს, რომ ქურთებმა უნდა გააკეთონ ეს, ქურთებმა უნდა გააკეთონ ის და ამას ქურთისტანის მუშათა პარტიის ის ლიდერობა, რომლებიც უშუალოდ იბრძვიან და უშუალოდ ფრონტზე იმყოფებიან, პასუხობს იმით, რომ კი, ჩვენ ყველაფერზე ვართ მზად, მაგრამ ამისათვის სახელმწიფო მესა და ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ რეალურად არაფერი არ კეთდება. ახლა რაშია პრობლემა? მიუხედავად იმისა, რომ აბდულაჰ ოჯალანის რეალური გავლენა უკვე ძალიან შეზღუდულია, ოფიციალურ ლიდერად და იდეოლოგიურად კვლავ ის რჩება. და იმის გათვალისწინებით, რომ მრავალწლიანი რეპრესიებისა და მრავალწლიანი დაპატიმრებების ტალღების შემდეგ ამ ქურთების ლეგალურ პარტიაში ეფექტური პოლიტიკური ფიგურები ფაქტობრივად აღარ არიან დარჩენილი, ხოლო ამჟამად დომინანტური ფრაქცია ორთოდოქსულ დამოკიდებულებით გამოირჩევა ოჯალანის აზრების მიუხედავად. ისინი არიან, ასე ვთქვათ, გაჭედილები. ერთი მხრივ ისინი ოჯალანის ორაზროვან განცხადებებს და ხელისუფლების სამშვიდობო პროცესად გამოცხადებული რეალურად თავი და ბოლო რომ გაურკვეველი ესეთი პროცესის უარყოფას ვერ ბედავენ. ხოლო მეორე მხრივ იმის გამო რომ მათი ამომრჩეველიც რეალურად თუნდაც იმამოღლუს იდეური მხარდამჭერი არ იყოს თulis რომ ის ნაკლები ბოროტება ან კიდევ ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე მაინც თურქული ოპოზიციის მხარდამჭერას ამჯობინებს ამ პროცესს არანაირად არ ენდობა და ქვემოდან ძალიან სერიოზული ზეწოლა უშუალოდ ამ პარტიის ლიდერებზე. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ხალხთა სამართლიანობის დემოკრატიისა და თანასწორობის პარტია რეალურად ერთგვარი ალიანსია თურქ მემარცხენეებს და არაოჯალანის ქურთ მემარცხენეებსა და ამ აპოისტურ მოძრაობას შორის. შესაბამისად აქ არის შემდეგი რეალობა. პარტიის მემარცხენეებთა და არაპოისტი ქურთები, რაც არ უნდა მოხდეს, როგორი სამშვიდობო პროცესი არ უნდა მოხდეს, ხელისუფლებასთან თანამშრომლობას როგორც ძალიან დიდ არას ისე უყურებენ. ანუ ისეთ შემთხვევაშიც კი თუ კი ეს პროცესი წინ წავა, ძალიან დიდი რისკია, რომ ერდოღანმა ვერანაირი ქურთების მხარდამჭერა თავისი საკონსტიტუციო ან საკანონმდებლო ცვლილებებისათვის ვერ მიიღოს და ამ რეალობის პირობებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეგრეთ წოდებული სამშვიდობო პროცესი, მithumetes იმის გათვალისწინებით, რომ ამჯერად სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ გააცნობიერა ის, რომ მას ნებისმიერ სახის ელექტორალური მხარდაჭერისთვის ქურთებიც სჭირდება, ამ მშვიდობის იდეას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა ტარდებოდეს თურქეთის ხალხის მონაწილეობითაც. შესაბამისად, ასეთ რეალობაში ეს სამშვიდობო პროცესი ერდოღანის ხალხში ინსტრუმენტად იქცა იმისათვის, რომ სახალხო რესპუბლიკური პარტიის და იმამოღლუს ნეიტრალიზაციის პროცესში ქურთები მაინც ჯუმად იყვნენ. თუმცა არც ეს არ გამოდის ვინაიდან ქვემოდან ზემოთ ძალიან დიდი ზეწოლის გამო ამ პარტიის ლიდერები იძულებულები გახდნენ მისულიყვნენ და იმამოღლუსაც მხარდაჭერა საჯაროდ გამოეცხადებინათ და მიუხედავად იგივე ოჯალანის ფაქტორის და სამშვიდობო პროცესის სავარაუდო პერსპექტივებისა, ისინი ორ ცეცხლში არიან. ერთი მხრივ იდეოლოგიურად და ოჯალანისათვის გვერდისავლას ვერ ახერხებენ. მეორე მხრივ ეშინიათ რომ სახელმწიფო პროცესის წარუმატებლობაში მათ დაადანაშაულებს და ახალი რეპრესიების ტალღაწამობა მათ მიმართებაში, მაგრამ მეორე მხრივ ვერც თავიანთი ამომრჩევლის უკმაყოფილებას უვლიან გვერდს და ვერც იმას ვერ ახერხებენ რომ თავიანთი ამომრჩევლის ამ მკვეთრად ოპოზიციურ და არსებულ კონტექსტში იმამოღლუს მხარდამჭერი პოზიციები დააიგნორონ. შესაბამისად ისინი ამ შიდა წინააღმდეგობის ფარგლებში არიან პარალიზებულები. ბოლოსკენ რო წავიდეთ ცოტა, ანუ ხო მეც მაგ ერთი. კაი, მაშინ
დასვიკითხო და მე მეც ვიკითხავ ერთს და შეიძლება დაემთხოს კიდეც კითხვები. ხო, წაღან გეზი პარკი ახსენე და მაგის ისტორიაც საინტერესოა, იმიტომ რომ დღეს რასაც უყურებ თვითონ ამ პროტესტს, სარაჩხანის რაიონ მოედნიდან დაახლოებით 10-15 წუთის სავალზეა თვალწები და თითქოს ეს ბარიერი ამ ბარიერის გარღვევა არის მომიტინგეებისთვის რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენა და თვითონ ხელისუფლებას ფიქრობს მგონი რომ ამ ბარიერის გარღვევა მათთვის რაღაცა უფრო რომანტიზებულია და შეიძლება ითქვას ისტორიულიც და ამაზეც რო გვითხრა რა მნიშვნელობისაა თურქებისთვის და ზოგადად ისტორიისთვის გეზი პარკის პროტესტი და რატომ არის აკრძალული იქ პროტესტი და რატო უფრთხის ასე პოლიცია ის რომ მოსახლეობამ ვერ მიაღწიოს ტაქსიმის სკვერამ მოედნამდე. დავიწყოთ იქიდან რომ გეზი პარკის პროტესტები ერდოღანისთვის ეს არის ძალაუფლების და ის მომენტი როდესაც ის ძალაუფლების დაკარგვასთან ყველაზე ახლოს იყო და შესაბამისად ძალიან ეშინია რაიმე მსგავსის გამეორების. ხოლო ამ შემთხვევაში საპროტესტო აქციის მიერ ტაქსიმის მოედნის და გეზი პარკის ხელახალი დაკავება იმის ნიშანი იქნება, რომ ის ეპოქა, როდესაც საპროტესტო მოძრაობების ერდოღანის მიერ დახაზული წითელი ხაზების ფარგლებში მოქცევა შესაძლებელი იყო, აი ამ ეპოქის დასასრული იქნება და ეს სიმბოლური ნაბიჯი რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერდოღანის წითელი ხაზების ჩამოქცევის დასაწყისიც იქნება და შესაბამისად ერდოღანი ძალიან უფრთხის რაიმე მსგავსი პრეცედენტის დაშვებას და შესაბამისად გეზი პარკის და ტაქსიმის მოედნის და მსგავსი ამ სიმბოლური ტერიტორიების დაკავება და იქ მომიტინგეების არ შეშვება ამ სიმბოლური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ერდოღანისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საპროტესტო აქციები გეზი პარკისაგან ძალიან განსხვავდება, ერდოღანი მათ ერთ პრიზმაში აღიქვამს და შესაბამისად ამ სიმბოლური ადგილების არ დათმობას ცდილობს. თუმცა საინტერესო არის ძალიან სხვა მომენტი. მომიტინგეებმა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ზოგადად ეს ძველი ისტორიის საკითხებზე ძალიან ბევრი რამ არის ტაბუირებული და დიდი ალბათობით ამ მომიტინგების უმეტესობამ ეს დეტალები არც იცის, თურქეთის ისტორიაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საპროტესტო ადგილები რეალურად ამ მომიტინგებმა უკვე დაიკავეს. ბეიაზიდის მოედანი მაგალითად, რომელიც ტაქსიმამდე უპირველესი საპროტესტო გამოსვლების ადგილი იყო თურქეთში და 1960 წელს იმ მოვლენების ჯაჭვში, რომელმაც ავტორიტარი პრემიერ-მინისტრის ადნან მენდერესის ხელისუფლების დამხობა გამოიწვია, ბეიაზიდის მოედანზე სტუდენტების მიტინგის დახვრეტა საკონცო დეტალი იყო. შესაბამისად ისტორიულ დეტალებში თუ შევხედავთ, მიუხედავად გეზი პარკის სიმბოლიზმისა, რომელიც თავისი შედარებით სიახლის და იმის გამო, რომ არსებულ პოლიტიკურ მეხსიერებაში კვლავ ცოცხლობს და ამის გამო ტაქსიმს ძალიან დიდ სიმბოლიზმს ანიჭებს, რეალურად არანაკლებ სიმბოლური მეორე ადგილი მომიტინგებმა უკვე დაიკავეს და თუ კი ამ უკვე არსებული მიღწევების სწორად შეფასება მოხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეზი პარკის სიმბოლიზმის რაიმე სხვა რაღაცით ჩანაცვლება და უფრო ტრადიციულ საპროტესტო ადგილებზე დაბრუნებაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაც შეიძლება იყოს საპროტესტო მოძრაობისათვის. მოკლედ, აი შეჯამებასავით რო გავაკეთოთ. ესე იგი, ვისაუბრეთ ხო ამ იმამოღლუს პარტიაზე, რომ არც ისე მონდომებულია ამ ქუჩის პროტესტში, მაგრამ მეორე მხრივ ხალხი ქუჩაში გამოსვლას არ წყვეტს. ანუ რა პერსპექტივა აქვს მაინც ამ პროტესტს? შეძლებს თუ არა ეს პროტესტი რომ მიაღწიოს მიზანს და შეიცვალოს თურქეთში ხელისუფლება? როგორ შეიძლება ეს მოხდეს და თუ ეს მოხდა, რა ცვლილებებს მივიღებ თურქეთში? საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროტესტი რომც ჩაახშოს ერდოღანმა, ის მთავარი ტაბუ ქუჩაში გასვლაზე და ქუჩის პროტესტზე უკვე არის გადალახული. და მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი ამის შემდეგ შეიძლება რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს რეპრესიები, ტაბუ და ეს გარკვეული პროპაგანდისტული რაღაცები ისეთი რომ ერთხელ თუ დაიმსხრა, მისი ხელახლა შენება უკვე იოლი აღარ არის, მით უმეტეს როცა ამისათვის საჭირო ეკონომიკური და იდეოლოგიური ძალა აღარ გაგაჩნია. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ამას იქით ერდოღანმა რაც არ უნდა გააკეთოს, ეს რეალურად მხოლოდ გარდაუვალის გადავადება. ანუ დასასრულის დასაწყისია რეალურად. დიახ. ბოლო კითხვაც მაინტერესებს. საქართველოსთან პარალელით რო გავალოთ, რა განმასხვავებელი და მსგავს
მსგავსება შეიძლება ვიპოვოთ ამ პროტესტებში და ხო რა შეიძლება ვისწავლოთ ჩვენ ქართველებმა თურქეთის ამ მნიშვნელოვანი და რაღაცა მრავალწლიანი წინააღმდეგობის გამოცდილებით. პარალელები არის იმ მხრივ რომ იგივე მაგალითად ფსევდოკონსერვატიზმი ორივე ხელისუფლებას ახასიათებს, იგივე ეს ოლიგარქიული სისტემა, სოციალური მობილობის მექანიზმებზე თავდასხმა, სოციალური კონტრაქტის კრიზისი ორივე ქვეყანას საერთო ნამდვილად აქვს ამაში ორივე რეჟიმს, მაგრამ ერთი ძალიან დიდი განსხვავება აქვს თურქეთს და საქართველოს შორის. საქართველოში მხოლოდ ახლა იქმნება ის მრავალწლიანი წინააღმდეგობის მექანიზმების ორგანიზებული ჯგუფები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც თურქეთში ყველა სამხედრო ხუნტების ყველაზე მძიმე პერიოდში და ერდოღანის ხელისუფლების რეპრესიის პიკზეც კი ახერხებდნენ საკუთარი თავის გადარჩენას და შენარჩუნებას. და შესაბამისად, თუ კი თურქებისაგან რაიმე უნდა ვისწავლოთ, ეს პირველ რიგში შეუპოვრობაა და ასევე ის, რომ ხელისუფლებისაგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. რამეს თუ დაამატებ კიდე ზოგადად 1-2 სიტყვით და შეგვიძლია დავასრულოთ. ვფიქრობ, რომ რეალურად იმის გათვალისწინებთ, რომ ერდოღანი თანამედროვე მემარჯვენე პოპულისტი ლიდერებიდან პირველია, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, ну, მაშინ დემოკრატიის მიღებით, მაგრამ მაინც პირველია. ისიც საკმაოდ რეალური მგონია, რომ ამ მემარჯვენე პოპულისტური ტალღის დასასრულიც იმ პირველად იგივე ქვეყანაში ვიხილოთ, სადაც ის საერთოდ დაიწყო. თუმცა ნახოთ რა იქნება. ჩემპი შაქარი. მადლობა მოკლედ საინტერესო საუბრისთვის. დროებით დასასრულს გეტყვით, რომ გამოგვიწეროთ და გვაშიაროთ და გვალაიქეთ, იმიტომ რომ ახლები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს და მომავალ კვირაში შეხვდებით. მადლობა ყურადღებისთვის. დაგვიწერეთ კომენტარები, შენიშვნები, კითხვები, არ ვიცი თუ რამე თემაზე გნებავთ შემდგომში რო ვისაუბროთ, დიდი სიამოვნებით. მადლობა სანდრო. მადლობა. და ერთი კვირით გემშვიდობებით. მადლობა დროებით.